თემურ მაღრაძის სახელობის ტურნირი ტრადიციულად წელსაც გაიმართა. ტრადიციულ ტურნირში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის ყველა თემში შემავალი სოფლის ნაკრები გუნდები შეხვდნენ. ჩემპიონატი როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ყველაზე ემოციური კი ფინალური შეხვედრა აღმოჩნდა. თემურ მაღრაძის სახელობის თასისთვის ერთმანეთს ნიგოზეთის და რგანის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის ორგანიზატორი 27 სპორტული სკოლაა. თემურ მაღრაძე იყო ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ირიცხებოდა თბილისის დინამოში, ჭიათურის წლების მანძილზე ჭიათურის მაღაროველში და ქალაქმა გადაწყვიტა, რომ თემურ მაღრაძის სახელი აი ამ სტადიონისათვის მიენიჭებია. და ამასთან ერთად ყოველწლიურად ტარდება ეს ტურნირი. ფინალურ მატჩზე ღელავდა ყველა ფეხბურთელები, გულშემატკივრები, ორგანიზატორები. შეხვედრის პირველი ნაწილი გოლის გარეშე დასრულდა. რაც უფრო მცირდებოდა დრო, მით უფრო იძაბებოდა ვითარება მოედანზე. მეორე ტაიმის დასასრულს ერთადერთი გოლი რგანის გუნდის კარში გოგა აბესაძემ გაიტანა. ანგარიშით 1-0 გამარჯვება ნიგოზეთის გუნდმა მოიპოვა. მოიგო ჩემპიონატი ნიგოზეთის ადმინისტრაციულმა ერთეულმა. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა ორგანიზატორებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა. ძალიან კარგად იყო ორგანიზებული ყველაფერი, ძალიან კარგად ჩატარდა და გამარჯვება ჩვენ დაგვჭა. ძალიან მაგარია, ძალიან დიდი სიხარულია და ვილოცავ ჩვენ გუნდს დღევანდელ გამარჯვებას. გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები, პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს დიპლომები და სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ. მივესალმებით ამ ჩემპიონატს, ახალგაზრდები და ვერთობით თამაშობთ და ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობთ რა. ვცდილობთ რომ ვიცხოვროთ. ძალიან მოგწონს, რასაც აკეთებს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ეცადე ყველანაირად რომ კარგად მეთამაშა და გუნდს წარმატება მოუტანეთ ერთად. სულ ყველამ ვიბრძოლეთ რა. ძალიან მიხარია რომ ესეთი ტურნირი ტარდება და საშუალება გვაქვს რომ მივიღოთ ფეხბურთში მონაწილეობა და რავი, ღირსეულად დავმარცხდით. მოგება გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა მას. და კარგი იქნება თუ მომავალში და ჩატარდება ეგეთი ტურნირები და მივიღებთ მონაწილეობას. სპეციალურად ტურნირისთვის ფულადი ჯილდო დააწესა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილებამ. ვილოცავ ნიგოზეთის თემს, რომელიც გახდა წლევანდელი ტურნირის გამარჯვებული. ვილოცავ მეორე ადგილზე გასულ რგანის გუნდსაც და მინდა ვთქვა, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი ჩვენი განყოფილების ბიუჯეტიდან მიიღებს 500 ლარს და მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 300 ლარს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო 27 სპორტულ სკოლას და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მონაწილეობას ღებულობდა ამ ტურნირში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები. გამარჯვებულ ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ რგანის ადმინისტრაციული ერთეული და ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეული. გაიმარჯვა ნიგოზეთის ადმინისტრაციულმა ერთეულმა დაძაბულ ბრძოლაში 1-0 და ამ ტურნირისათვის დაწესებული იყო როგორც ფულადი ჯილდო, ისე სხვადასხვა პრიზი. ფულადი ჯილდო დააწესა გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება, გამარჯვებული გუნდისათვის 500 ლარი, ხოლო დამარცხებული ფინალისტი გუნდისათვის 300 ლარი. სხვა საუკეთესო ფეხბურთელებისათვისაც დაწესებული იყო პრიზები. თასი, რა თქმა უნდა, გადაეცა თემურ მაღრაძის სახელობის თასი გამარჯვებულ გუნდს, ნიგოზეთის ტერიტორიულ ერთეულს ნაკრებ გუნდს. თემურ მაღრაძის სახელობის ტურნირი მომავალ წელსაც გაიმართება და მას ტრადიციულად 27 სპორტული სკოლა უხელმძღვანელებს.